მრავალი ფრილანსერისთვის Upwork-ზე წარმატების მისაღწევად საკმარისია ფიდბექი კლიენტისგან, პორტფოლიო და კარგად შედგენილი პროფილი. მაგრამ არის ერთი ელემენტი, რომელსაც ხშირად ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ეს არის სერტიფიკატები. სერტიფიკატები არის საშუალება ვაჩვენოთ კლიენტს, რომ რომელიღაცა კონკრეტულ სფეროში ჩვენ გვაქვს დადასტურებული ცოდნა. მაგალითად, თუ გვაქვს Google-ის, HubSpot-ის, AWS სერტიფიკატი, ეს ავტომატურად ზრდის ნდობას ჩვენ პროფილზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ გვაქვს ბევრ პროექტზე ნამუშევარი, არ გვაქვს მიღებული კლიენტებისგან უკავშირი, რომ ამაზე დაყრდნობით ახალმა კლიენტმა მიიღოს გადაწყვეტილება დაგიქირავთ თუ არა. მაგალითად, HubSpot-ის სერტიფიკატი კლიენტისთვის შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ კარგად იცნობთ CRM სისტემებს. Google Analytics-ის სერტიფიკატი კი თქვენ შეგიძლიათ გაანალიზოთ კომპანიის მონაცემები და შესთავაზოთ რაღაც გაუმჯობესება. სერტიფიკატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამ შემთხვევაში. როდესაც ახალი დაწყებული გაქვთ Upwork-ზე მუშაობა, როდესაც გინდათ გამოვავლინოთ, ხაზი გაუსვათ თქვენ რომელიღაცა უნარს, skills და როდესაც მაღალი კონკურენცია არის და თქვენ გჭირდებათ კიდევ ერთი უპირატესობა თქვენ კონკურენტებთან შედარებით. მინდა მოგიყვეთ ჩემ გამოცდილებაზე, თუ როგორ გამოვიყენე სერტიფიკატები ჩემი საათობრივი ანაზღაურების გაზრდაზე. ერთ პერიოდი მუშაობდი სამ კლიენტთან პარალელურად და მაგ დროს ავიღე სერტიფიკატი რომელიღაც კონკრეტულ სპეციალიზაციაში. რა თქმა უნდა, გამიშდა სურვილი, რომ გამეზარდა ჩემი ანაზღაურება და გადავწყვიტე ეს ფაქტი, სერტიფიკატის ფაქტი გამომეყენებინა კომუნიკაციაში. მივწერე სამივე კლიენტს სათითაოდ დაახლოებით ასეთი ტექსტი. მას შემდეგ, რაც ავიღე სერტიფიკატი, ჩემ პროფილზე მოთხოვნა გაიზარდა. წერენ კლიენტები გაცილებით უფრო მაღალი ანაზღაურებით, ვიდრე ეხლა მაქვს. და რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენს განვიხილოთ ჩემი მიმდინარე ანაზღაურება. ასევე ჩამოვწერე ყველა ის დადებითი მხარე, რაც მოაქვს ამ სერტიფიკატს, ანუ რას მოვიტანდი მე ამ კლიენტებისთვის ამ სერტიფიკატით. რადგანაც თუ ეს ბენეფიტი კლიენტებს არ ექნებოდათ, არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა, მე ერთ სერტიფიკატი მექნებოდა თუ 10 სხვა სფეროდან. ეს მათ არაფერს არ მისცემდათ. პირველი კლიენტი მალევე დამთანხმდა, შევთანხმდით ახალ ანაზღაურებაზე, მეორეც მოყვა ამ კლიენტს, მესამე უარი მითხრა და დავამშვიდობე მაგ კლიენტს. და მოხდა ისეთი ფაქტი, რომ ახლა უკვე მუშაობდი ორ კლიენტთან, უფრო ნაკლებ დროს ხარჯავდი დღის განმავლობაში, თუმცა იგივე ანაზღაურებას ვიღებდი, როდესაც სამ კლიენტთან მუშაობდი. ანუ გამიშთა თავისუფალი დრო, შელებოდა დამეხარჯა ჩემ თავზე, უფრო მეტი ცოდნის მიღებაზე, ან თუ რომელიღაცა კლიენტს დასჭირდებოდა უფრო მეტი საათი მუშაობისთვის, შემეძლო გამომეყო ეს დრო ამ კლიენტისთვის. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგანაც ერთმა სერტიფიკატმა არა მარტო პრესტიჟი მოუტანა ჩემ პროფილს, არამედ პირდაპირ ფინანსური ზრდაც. სერტიფიკატი არ გვაძლევს არანაირ გარანტიას, მაგრამ მისი სწორედ გამოყენების შემთხვევაში ის შეიძლება ნამდვილად გადაიქცეს ძლიერ იარაღად ჩვენი პროფილისთვის. ის გვეხმარება წარმოვაჩინოთ ჩვენი უნარები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი დაწყებული გვაქვს მუშაობა Upwork-ზე, მოვიზიდოთ ახალი კლიენტები და დავგეგმოთ ჩვენი ფინანსური ზრდა Upwork-ზე. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ დამატებული სერტიფიკატი შენს პროფილზე, გირჩევ აიღო პატარა სერტიფიკატი, თუნდაც უმნიშვნელო, სულ არაფერს ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია.